პირდაპირ ეთერში გიბრუნდებით სტუმართან ერთად, როგორც იცით, დღეს ძალიან ბევრი ცნობილი და არაცნობილი ადამიანები გვეყოლებიან პირდაპირ ეთერში, ისეთები, ვინც თქვენს ინტერესს ნამდვილად დაიმსახურებენ. და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლა მომღერალი და კომპოზიტორი ბატონი თაზო მონიალა, რომელიც ძალიან გვიყვარს ჩვენს და ჩვენს მაყურებელსაც, რადგან როდესაც ვსტუმრობს ხოლმე თაზო, ზარები არ წყდება. რა არის ამის მიზეზი თაზო? გილოცავთ ყველას გესალმებით. მრავალს დაგასწროთ. მრავალ ახალწლებს. მიზეზი რა ვიცი. დავით, საიდუმლოებები უნდა გაგვიმხილო დღეს. ჩვენ გვაქვს ესე ჩაფიქრებული, რომ ჩვენი მაყურებლები დღეს გაიგებენ ჩვენი ეთერის მეშვეობით, ჩვენი რესპონდენტების შესახებ ძალიან ბევრს. და რა უნდა გაიგონ შენზე? ალბათ განსაკუთრებით ახალწელს როგორ ხვდები, რადგან შენთან ოჯახში წელს არ გვერგო პატივი მოსულიყავით. ალბათ სამომავლოდ გადავდებთ ამას. რა ხდება საახალწლოდ, როგორ ემზადები, რა ტრადიციები? რა ვიცი, ჩვეულებრივად როგორც ყველა. ძველით ახალი წელი თუ ახალი წელი? ახალიც და ძველიც. აბა რომელს გამოვტოვებთ, ხო, როცა საერთო ბიზნესი გვაქვს? მთელი ის არის. ყოველ ახალ წელს ახალი მოაქვს. სიმღერის არ იყოს და უკეთეს და უკეთესველი ყოველ წელიწადში და მერთმაკნოს დროს ბედნიერების მომტანი იყოს ყველასთვის. მოვიგონი, ხო იცი? კი. ხო არის ფილმში კუჭკმა, ვინც არ უნდა იყო მან. ღარიბი თუ ძალიან და ჩავაბატე ერთი ის. შიე დიდარი თუ მათხოვარი, პოზიციონერი თუ ოპოზიციონერი. აჰა, ესე გოთქვა საუკუნეს მოარგე. მოვარგე. სიხარულით გიღებ ყველას მინდა მიულოცო ნამდვილად განურჩევლად ერისა და სქესისა და ვისაც საქართველოს უყვარს იცი ვისაც ქუთაისი უყვარს მთელი საქართველოს უყვარს ბათუმი თელავი ყველა არ აკნებს სოხუმი განსაკუთრებით და ჩემი ცხინვალი ყველას ულოცავ იმ აფხაზებს ულოცავ ვინც ახლა სოხუმშია და მიხვდა რაც შეეშალათ და ჩვენაც შეგვეშალა უნდა ვაღიაროთ ყველაფერი წვისევე ცხინვალში ასევე მინდა მიულოცო იმ დაღუპული ბიჭები რა უარო გვერდი არაფრით არ გამოვა იმათ ოჯახებს ყველას ბედნიერების და გაძლების წელი ყოფ გაძლების რა სიმხრევის და მეტი იმედით და მეტი რაღაც ლაშკაცური შემოიტანოს ვეფხვის წელმა ვეფხვის აბა რა თქმა უნდა და დაგვადგეს იქნება ხაზო რის წელში ხარ დაბადებული მე 62 მაიმუნის აი ასაც არ გეკითხებოდი და მაინც არც ბალავ რა არის დასამალევა მაიმუნის წელია მე მგონი საინტერესოა ის მაიმუნო მაიმუნი რამდენად შეეწყობა წელს ერთმანეთს 2000 წელში ისე ვეფხვი გაურბის მაიმუნს ხო იცი ხო მაიმუნი მართლა მაიმუნია აწვალებს აჰა, ესე იგი როგორც ყოველთვის ყველას აწვალებ. ესე გამოდის. ამბობენ რომ ვეფხვის წელი მხოლოდ და მხოლოდ თებერვლის თვეში დადგება, მანამდე ჯერ კიდევ ბრძოლ წელში ვართ, ანუ წითელი ხარის წელში ვართ. რატო თებერვალში რა დაგება? ვზავთ ესეთია აღმოსავლური კალენდრის მეშვეობით დადგენილი წესები, რამდენად გჯერავს ამ ყველაფრის. ასტროლოგიის არა, ასტროლოგიას ბევრი რამ უნდა მოკიდებული ვარ. ზოდიაქოს ნიშნების და გავლენის წლის მიხედვით რომელი ხარ და შემდგომ უკვე ზოდიაქოს ნიშანი და დაჯამება ის როგორი ხასიათი გაქვს. რა ვიცი. გიგიქცევია როდეს მაყურებთ? მე რასაც ვატყობ ახლა ჩემს ხასიათს საერთოდ სიმართლე რო გითხრა შინაგანად ძალიან სევდიანი ვარ. ჩემს ლექსებშიც ისე ჩანს რომ ხიარული კაცი ვარ და რაღაც არა, გეთანხმები იმაში რომ ცოტა ისევდაც ჩანს. ალბათ ისევ შენი შემოქმედების. ხო, რაღაცა პოეტებს ჩვევია ხო? კი. საკუთარ თავთან საუბარი. გეთანხმები, კი. სხვათა შორის ვაკურდები ხოლმე შენი სიმღერები, როდესაც ეს ზამთარს, ახალწელს, თოვს. როგორ თოვს, როგორ? არა ჩვეულებრივია, ულამაზესია. როდესაც წერ ასეთ სიმღერებს ძალიან კმაყოფილი რჩები თუ რჩება კიდევ რაღაც უთქმელი და ემზადები რომ ახალში ჩადო ახლა. აი ამას თქვენ რო თქვით როგორ თოვს როგორ. ამ სიმღერას დიდი ხნისა ეს ხოდაშურს. კი, გეთანხმები რომ დიდი. 99 10 წლის აბა. ერთ აი კურიოზი მინდა მოგიყვეთ. კი, მოგიყვეთ. ბიჯექი ზამთარია, 19 რაღაც დეკემბერია. მეორე სართულზე ვცხოვრობ და წერ ამლეთ თოვლის ნიშნავს რას იცი გამვლელ წლებს დაკარგულ რა უკუ ამდენ თოს ესე ამდენ წასულ წლებს და რაღაცა და მეორე სართულზე ვცხოვრობ და უყურებ ფანჯარასი გავხედე და ვიღაცა კაცმა აგაიარა ვაჰ მე ვთქვი ვერა კაცათა გამოვარდი აი ესე და რაღაცა მატიორი იყოს თორბას აკეთებდა ამ დროს
ასეთ რაღაცას ვქნიდი, რა ვიცოდი, თუ ასე დაიჭექებდა შემდეგ ეს სიმღერა. დღეს ახალი სიმღერა მოგვიტანეთ ახალ წელს. ვიცი რომ ახალი სიმღერა მოგვიტანა. ეს იქნება ისევ ახალ წელთან დაკავშირებული, ახალ წელს. პირველად გაჟღერდება, არავინ არ იცის, ჩემს გარდა ეს სიმღერა. ექსკლუზიური უფლება, როგორც ყოველთვის იმერულ დილას, დიდი მადლობა ამ პატივისათვის. სანამ სიმღერაზე გადავიდოდეთ, ისევ ახალ წელს მიუბრუნდეთ. რა გიყვარს საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებით? რა უნდა? არ იცი, მე პრეტენზიული ის არა ვარ. არაჩვეულებრივია. მამაკაცი ქართველი საერთოდ ხორცს ვეგეტარიანელი ვარ. აჰა. რაღაცა სალათები და რაღაცა ისინი რაღაცა. არიქატე და კოჭი და გინდაური და ეს არა. ვისთან გიყვარს ხოლმე ახალი წლის შეხვედრა? ჩემს მაგაცებთან და მაგ. რამდენად ახერხებთ მე ერთად თავმოყოს? ყველას უყვარს ამ დროს თითქოს და ან ყოველ შემთხვევაში თუ თავად არა მეუღლებს მაინც მოწონს რომ სახში ყავს და წევრები და მაინც ვახერხებთ რა. ხელიდან გასხდომას. აი, ამას ახერხებთ მაინც, ხო? ძირითადად ვისთან იკრიბებთ? რა ვიცი, სხვადასხვა ადგილას. რა არის შენი ახალი წლისთვის დამახასიათებელი ფაზა? ახალ სიმღერას თუ დავწერა ლექსს. რამდენადაც მე ვხვდები ჩვენი საუბრიდან რაღაც გრანდიოზულისკენ საახალწლოდ არის სწრაფი ხოლმე იგივე რაღაც ყოველდღიური შეხვედრა. შეულებრივი. ბავშვობაში მიხარობდა და უცდიდი თოვლი როდის მოვიდა და ხო? ჯერე და სულ შინაგანად ყველა ადამიანი ბავშვი რჩება. კი, გეთხოვე. მე ახლა რო გითხრათ ეხლაც უცდი, როდის მომიტანს 500 წელ ესკიმოს ჯადოქარი სიმღერაში რა. პრინციპ მოივალშებ ნიგალო ბომ ვერტალ პადარეთ პიცოთ ესკიმო. ბავშვი ბავშვური ის რას ვატყობ, ყველა ადამიანი რო იზრდება, დიდი კაცი, დიდი ადამიანის დროს თამაშობს, თუ არა, ყველაში შიგნით ბავშვი ბუდობს მაინც. ყველა ადამიანში. როგორ ეთყობა ჩემს ეთერს რომ შემოხვედი მე? ხო. რა სიტყვებია? ნაჩვენს თუ აწვევთ და ტრადიცია თუ გაქვს რომ მიიღო? ნაჩვენს გავაწვე დიდი ხანია. კი, მიყვარს ესეთ რაღაცა. გიყვარს? კი. ვისთან ერთად გიყვარს თუ მარტო? ისევ შემოქმედებითი რაღაც თვალით შეხედო და მარტო გითხრათ მარტოობა მიყვარს და არც მიყვარს პოეტებს რო უყვართ რო იძახენენ. მაპატიოს უფალმა არ ვედრები გალაქტიონს და პიროსმანს და იმას, მაგრამ ეხლა ხვდები რა დაუყვარდათ იმათ მარტოობა. რატო? იმან მარტოობაში ყველაზე დიდი ხმაურია იქ მაშინ მუზებთან ახალ და შეთვის მუშაობა. 500 კაც რო 500 დღეგზელოს სხვადასხვა სპირის ყველა ეგ რაზა არაფერი. ვერც დახატა, ვერც ლექსი თქვია. უცბად შეიძლება გეთანხმები. და მოდი თაზო გვიანბე ახლა რომელ მარტოობაში ახმაურდა შენი სიმღერა, ლექსი რომელიც დღეს მოგვიტანე? როდის დაიწერა? ახლა რამოდენიმე 10-15 დღე იქნება. და რამდენად ბიჭება მეთქეს ერთი ახალი წელზე არ უნდა კონდეს რამე და დააკვირდე და მაგით ძალიან სუსტი სიმღერა მაქვს ერთი ორი. ვიცი ხოლმე ესე შეფასება შენი სიმღერების რაღაცა სუსტი რაღაც ძალიან მაგარი. კი რაღაც შინაგანად ატყობი ის რომ რაღაცა მოდის და გადმოვარდება რაღაც ასე გონია სული წამოაყოლეს ზოგი ისეთ თვითონ მუშაობის დროს. საგი არ უცებ თეთრი ვარდი შემიყვარდი და მას არაფერი. ერთი მახსოვსი მერტმა გაანათლოს იმის ხელში გავიზარდე მურთაზ შალამბერძე იყო ჩემი მეზობელი და ძმაკაცი ყავდა ერთია და დაუწერია ტყე მოისხა კვირტე მოდან უგაკვირდება და მამამისი კედელია მიყვანია წერა დაკავშირის თავმჯდომარესა და იმას უთქია შეუპატრონო რა გასაკვირტე კვირტებს მეისხავს წეიყვანე ხომ აქ სახს წეიყვანე მოსილდები და მით უმეტეს გასაკვირი საქართველოში არ არის გარითმა თითქმის ყველა შეუძლია ასე მარტივად ხო ყოველ მეორე პოეტია შეიძლება ეს რაც ჩადებში ესაა მთავარი და თუ ვინმე არის ისეთი ვინც ბედას და ეგრევე ამბობს რომ ეს თაზო სუსტი სიმღერა კი. არიან ესეთები? პიკასო ყავს, მას ეჩება მიყვარს ესეთ პირდაპირ თქმა, ხო იცი? კი. ის მოყარეს პირში უძახებ ტერსულს, რო გეტყვის იმას ფიქრობ, რომ ამაზე უცოტა უდედეს. ასევია კვიცარიძე, მაგასო ნაცვალე ულოცავაკე და მე რა ვიცი. ძალიან გინდოდა რომ დღეს ჩვენთან ყოფილიყო ეთერში, მაგრამ ვერ მოახერხა. ასევია რომ ჩემ ახალ ლექს რო იმას ვყი და კვიცი მომისმინე მე თუ მომისმენს და ეგი არის ლადუასათიანის დონე მეთქვის, ეგი არის ტერეტი გრანელის დონე და ასე რა. ეგი ეს სიაფანტია მეთქვის და იმას გადაგდებული. სიაფანტი პოეტი არა, ყავთ იმასო შეადარო. ეგეთ გეპოლება არ გაამხე. ხო არის უცხოელი მოთქვა, საქართველოში ყველა პოეტია, ქართველი პოეტი, ორჯერ პოეტია. ეგეთ ახლა. იმიტომ ერთი
ჯემალ ჩახავარ, მამაჩემის მეგობარი არის, იყო, ახლაც არის, მართლაც იმას აქვს. ესეთი წარსულს მომავალი ვერ გადაშლის, მაინც იღრინება ბედისწერა, ღმერთო რუსთაველის ქვეყანაში უნდა მაპატიო ლექსისწერა. აქ ესეთი საქართველოში ესეთი პოეტები და საერთოდ ხელოვნებაში ესეთი ხალხი ყავდა ჩვენ და ყავს. რომ ძნელია რომ ახალმა რაღაც დაიმკვიდრო მათ გვერდში ადგილი და ეს თუ პატარა მაინც ბედავთ ქართველები, ხო? ბედავთ და კი. გამოგვივა რაღაც, შეიძლება კიდევ ვიღაც ახალი კიდევ გენია და დაგებადება აღმაშენებელი თამა. მოდი ვიმღეროთ ერთ სიმღერა და შემდგომ მე მომდევნო შევთავაზოთ, ჯერ ოღონდ პრემიერა, დაგვადებინე. მოვლი მოდის მთები თეთრად ირთვება, თითქებს თეთრად შეუმოსავთ გზები, რაღაც ახალი რამ იწყება, ახალი წლის მოლოდინით თქმები, რაღაც ახალი რამ იწყება, ახალი წლის მოლოდინით თქმები, რა ხალისი და რა სილამაზეა, დილავდელაო დელია, გაიხედე ფანადელები მღერია, გარეთ გვიხმობს დღეს ახალი წელია, ახალო წელო, სურს გადღეღრძელო, ხო მოგვიტანე სულ სიხარული, ახალო წელო, მინდა გიმღერო, რა კარგი დღეა, რა მხიარული, ხო მოგვიტანე სულ სიხარული, ეს ნათვის ხეცრა ლამაზად მორთულა, ხალისობდა საჩუქრები გველია, გამოხედე თოვლის ბაბაც მოსულა, მომილოცავს დღეს ახალი წელია, ახალო წელო, სურს გადღეღრძელო, რა კარგი დღეა, რა მხიარული, თო მოგვიტანე სულ სიხარული, ახალო წელო, სურს გადღეღრძელო. აი სადღეგრძელოზე გადასვლა მინდოდა ხა საახალწლო სადღეგრძელოზე და როგორც ხდები ახალი წლის სადღეგრძელო. ჯერ დამუშავების თლა კარგად ვერ ვიმღერე, მაგრამ თავარაც. აი თავი სადღეგრძელო, რომელსაც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად ვერაუვლი გვერდს. დიდი თამა და არ გახლავართ და მაგრამ მიყვარს სიყვარული სადღეგრძელო. ყველგან სადაც არ უნდა იყო, რა დღეც არ უნდა იყო, ამბობ ამ სადღეგრძელოს. სულ მე დავთვალე ერთხელ. აი ბუშტებით შემოგვიერთდა. საახალწლოდ. მე და ჩემი მეგობრები სულ სიყვარული რა. კი იტყვი რაც არის ტრადიციული. სადღეგრძელო მომაგონდა. იმის მაგაც სიყვარული, სათქოს სიყვარული, იმის სიყვარული, ქვეყნის სიყვარული, სულ სიყვარული. მოგონებ რა ვიცი სადღაც. სხვადასხვა შეიძლება ეხლა ისე ჩამოთვალე შენს გამახსენდა თელი სუფრა სიყვარულის სადღეგრძელოზე. და არ გამოგელება. არ გამოგელება. დაგათრობს სიტყვი, ხო? კი. ღვინო შამპანური თუ რასასმელი უხდება ხაწეს? ყველაფერი უხდება ვის რა ვინ რას იტანს გააჩნია. აჰა. ვის რა უყვარს? მაგრამ ესეც სიყვარულია, ხო ხედა? და საახალწლო სუფრაზე ქალები რამდენად გიყვარს, ამაზე შემდგომ მესაუბრე. მოდი მაყურებელს მოვუსმინოთ. ფილმშვიდობის გისმენთ? ური. შეგიძლიათ ყური? ფილმშვიდობის. გისმენთ? ფილმშვიდობის. გილოცავთ წინასწარ ახალწლს. მადლობა რომ შემოგვიერთდით. დაესწარით მრავალს და მინდა ბატონ თამას ერთი გისმენთ. მოკლედ უთხრა. მოგესალმებით ბატონ თამას. გაგიმარჯოს იცოცხლე. მოგესალმებათ საქართველოს დამსახურებული მწველი კრივშიის ბატონი ზაალ ჯავახაძე. ცოცხლე ჩემო. დამდეგს. მრავალს. ხართ არა მარტო
ჩვენი უბნის, არამედ მთელი ქუთაისის და მთელი საქართველოს საამაყო შვილი. იცოცხლე, ჩემო ჩვენი ოჯახით, იცოცხლე. ჩვენი დედმამიშვილებით, იცოცხლე. ყველა კარგი ხალხით დაესწარით მრავალ დღეგრძელი იყავით და ღმერთმა ამრავლოს თქვენაერი ხალხი იცოცხლე, იცოცხლე. ასევე აი მაშინ არ წაიშლება საქართველოს ტრადიციები და საქართველოს ახალგაზრდობას, მაშინ ექნება ზუსტად მიზნები, რომ თქვენი სანაკარგი მამულიშვილებს მიბაძონ. იცოცხლე, მადლობა ძალიან. გაიხსენოთ რაიმე განსხვავებული ახალი წელი თქვენი ცხოვრებიდან. ჩვენს მაყურებელს ეუბნები. თუ არის ისევ ხაზზე. ბატონო? თქვენი ახალ წელს თუ გაიხსენებ რამეს განსაკუთრებულს. გაიხსენოთ. გასახსენებელი ბევრი გვაქვს ბატონო თამაზ, მაგრამ რომელიმე? მოკლედ. ერთი მასწავლებელი შენი ბიოგრაფიიდან. საყვარელი ქუთაისელი კაცთან ერთად, დიახ. ახლა გარდაცვლილი არის და ბატონო თამაზის ოჯახში შევხვდით ჩვენი ქუთაისელი, ჩვენი შაკო ბერაძე. ჩაო, შაკო, მაგის შევხვდით. ბატონო თამაზისთან და მაშინ ისეთი ლამაზი სადღეგრძელო თქვა საწყალმა შაკომ. გისმენთ არ არის პირდაპირ ეთერში მაყურებელი გაწყდა ხაზი. აღარ აკავშირი. ხომ არ გახსოვთ რაიმე აი ამ დღესთან დაკავშირებით? რამდენი ერთი. ალგო ჩემი ძმა არის მაგას. მისალმემას გავაკეთებ. ბოქსიო. შაკო ახსენან ჩემი საყვარლესი ერთად გაზრილები და რა ვიცი. არ დაცვილია სამწუხაროდ, ანადრე წავიდა. და ჩვენ საუბრობდით სადღეგრძელოებზე, საუბრობდით იმაზე საახალწლო სუფრას რა უხდება რა ამშვენებს. საახალწლო სუფრას ყველაფერი ამშვენებს ცოტა. ერთი დასალევზე მეკითხებოდი. ერთი დათო ხონელიძე ყველა მიცით ხო? ქუთაისში ცნობილი ოჯახია და ჩემი ძმა არის. ერთ საღამოს ურეკავ მარტო ვარ. მარტოობა ხანდახან მოსაწყენიცა. 4 საათზე რო კაცი გირეკავს, ახლა რაღაცა უჭირს ხო? და აიღო დათო რა არის თავს ხომშვიდობაო. მე ვთხარ სადახარ. მანქანას ვაყენებო. რომელი საათია? მე ვთხარ საათი გამიფუშტა, დახედა და 4 არა მე ვთხარი, მაგე არ უნდა გეთქვა. რა უნდა მეთქვა? თრობის საათია, ღვინის საათია, ასე და აუ მათოხლობ და მოვდივარ, აღარ ვაყენებ მაგნას და მოვიდა და ორიგინალურად შეთავაზებული. თელი ღამე ვსვავდით ერთ-ერთში. თელი ღამე. ძალიან კარგი იქნებოდა ალბათ ბევრი საინტერესო მოგონება ამ დღეს, ხო, დაფიქსირებული და რაც შეეხება რომელიმე სიმღერას, რომელიც ახალ წელს გაგონებს, რომელიც ზამთართანაა დაკავშირებული, მოდი მისი შექმნის ისტორია გაიხსენე და შემდგომ უკვე გვიხდნენ ხელი რა. რა ვიცი. რომელიც შეიძლება გავხსენოთ. ბევრი გაქვს ასეთი, ხო? ბევრი რომ აქვს. მაგრამ გამორჩეული? ამიტომ იჭირს ამ. შენ რომ გიყვარს ისეთი, განსაკუთრებით. შეიძლება რომელიმე ბევრად უფრო ცნობილია, მაგრამ შენ უფრო სხვა გიყვარს. ჩამომყევი წყლის პირას გამიმხილე ფიქრები სიზმრად ხედა ისირა თავზე გვათოს თითქები სიზმრად ხედა ისირა თავზე გვათოს თითქები წლები მიქრის უსასრულო წლები ნაბაგი დაგვედება უსასრულო თოვლის თეთრი საბანი ჩამომყევი წყლის პირა გამიმხილე ფიქრები სიზმრად ხედა იცირა თავზე გვათოს ფიქრები პატარა მაგრამ კაია მაგრამ ძალიან კარგია ძალიან ლამაზია და ვის უძღვნით ხოლმე ამ სიმღერებს ყავთ ვინმე ისეთი ვისაც უძღვნით დოლცინია რა ვიცი შეიძლება რა ვიცი რატომაც არა თაზ არის რაღაცები ქართულ კაცს მით უმეტეს უყვარს ოდესაც უძღვნის ვინმე სიმღერას კი ერთხელ ცხონებულა აფთო შარვაძე მითხრა აფთო სხვათა შორის დედა ქუთაისელი ყავს ნახევრად ჩვენი იყო გარდაცვლილი აფთო შარვაძე გეცვენება და მიყვარხარ თამონია სენ მაგის ქუთაისში თამონია ვის მიუძღვენ მე ვთქვი მიყვარხარ თამონია ხო ეცით ეს არაფერ შერეკილები როცა ნახევარ ეს ტელეფონის ზარია მომო
დიახ. გისმენთ? Այո, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ, კარგი მადლობა. მოგესალმებით. ტელეკომპანია რიოს ულოცავ დადაგ 2010 წლის დადგომას. მადლობა. იმერეთ ჩემს საყვარელ ქუთაის აკონ თამას გონიავას რომელმაც ანდილით გაგვილამაზა. სააკაცრო სურვილები. მინდა გისურვოთ ყოველივე სიკეთე და ბერჯერ მოგვესწროს ხედი სიმღერები. იცოცხლე, მადლობა, დიდი მადლობა. და ეს არის მადლობა. პირველი სტუმარი რომელსაც და ასეთი კარგი ემოციებით გავგვაწყვეტ დღევანდელ დილას. ალბათ საღამოს მოусვეთ თქვენს მუსიკასაც დღევანდელ კონცერტზე. კი ბატონო. აი ესე გელოდებიან ქუთაის ეს იმერეთ ტელეკომპანია რიოს ქალბატონ თამილა ღვინიანიძეს მინდა მიულოცო და თქვენი ერთგული ტელემაყურებელი გახლავთ. სადაპირებ შეხვდეთ ახალწელს, ძალიან მაინტერესებს. კარგად წანდებოდეთ. ჩემს მაყურებას აღარ ესმის ჩემი, არაუშავს, ძალიან მაინტერესებდა სად ხდებოდა ახალწელს, მე ამდენად ვხვდები. უნდა და შენთან შეხვედრა უკვე დღეს საღამოს კონცერტზე, რომელიც ქალაქში გაიმართება, იქ უნდა რომ მოესმინა კიდევ ერთხელ შენთვის. რამდენად შესაძლებელი იქნება თაზო? შესაძლებელი, ყველაფერია შესაძლებელი. და გამოვალ დღეს არის კონცერტი. შეხვედრი ხარ ქალაქში, გარეთ ღამეს 12 საათს საახალწლოდ. კი, თეატრის წინ ვგაროდით. ესე ჩვეულებრივ კონცერტზე ეს ხშირად მოხდა რა? როგორ გიჩემია ხოლმე სახში სამეგობროში თუ აი ასეც? რა ვიცი. არა, ასე გამოკვეთილად არა. კარგი განწყობაა. ძალიან კარგი. მოდი კიდევ ერთ მაყურებას მოусმინოთ. დილამშვიდობის. გისმენთ? ალო. დილამშვიდობის. თაზო მოდივა, თაზო. გამარჯობათ. თენგიზი ვარ, თენგიზი. თენგიზ, რა ვახარ, რა შევ. თაზო. ბატონო. ოგილასავს. შემოძო, აგერ ახლობლებში ზივარ, აგერ და ამიხარდა რომ აგინახეთ, ჩვენი ტილივე შეგენაცვალა. აგვათ ერთი შენი სიმღერი, შენი კარგი მაჯოს. იცოცხლე, ბრავას დაგასროს. გავახათ, ახლა უბანში ხო ხარ, კარგია? კი, მადლობა. ძალიან კარგი, თქვენ ვისთან ერთად გიყვართ ახალი წლის შეხვედრა? მეგობრებში, ახლობლებში. აი მივხვდი უკვე რომ თქვით რომ ახლობლებთან ერთად ავართო, უკვე გავთ ხო დაწყებული ეს სამზადისი? ბატონო? სამზადისი საახალწლო. უკვე შეუდეთ ის საქმესო? ხო, შეუდეთ აი. კიდევ იმაშიზე. მიულოცე ყველას. მადლობა. დავას დაესწარით. მადლობა რომ შეგიძლიათ. თაზო, 100 წელი გაგიმართლოს გოთო, კარგად იყო. ჯერემე შენი იცოცხლე. კარგად, მადლობა თაზო, მოდი კიდევ ერთი სიმღერა შევსრულოთ ჩვენს მაყურებელს. მე რამდენადაც ხვდები უკვე ამ ბოლო ორი მაყურებლის ცალობით. კიდევ ერთი სიმღერა აუცილებლად უნდა შევასრულოთ, არ გვაპატიებენ ისე დასწრეს. თურმე როცა ქუთაისში то ეკოროდასიო მერი შეყვარებია მაშინ გალაქტიო მერი შეყვარებია მაშინ გალაქტიო სიყვარულის ხანძარში ვის არ გახველვისო შენ კი როგორც ტაძარი ხარ ქუთაისო ხარ ბებერი უძლები მადლიქ პარავს ღვთისო რამდენ ტკივილს უძლებში ჩემო ქუთაისო თურმე როცა ქუთაისში ხტო ეყროდასიო მერი შეყვარები მაშინ გალაქტიო მადლობა. არაჩვეულებრივი სიმღერები იყო, ნამდვილად ვისიამოვნე მეც, დამეთანხმება ალბათ მაყურებელი ისინიც კმაყოფილები არიან. თაზო, მოდი კიდევ ერთხელ მიულოცე მათ ახალი წელი და უსურვე შენ სახლობებს ის რაც ძალიან გინდა. გილოცავთ ახალ წელს და ეს არის მრავალ სიხარულს ყოფილიყოს უღრუბლოცა, ბედნიერება და სიხარული მოეტანოს 2010 წელს. ყველა კუთხიდან და ყველა მხრიდან. დიდი მადლობა და ბოლო მაყურებელი ხავს პირდაპირ ეთერში, მოდით ნუ გავანაწყენებთ ამ წინა საახალწლოდ, მასაც მოусმინოთ. დილამშვიდობის, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ? ალო? გისმენთ? ალო? დიახ, პირდაპირ ეთერში. თაზო, ეს არის მრავალ ახალწლებს, შეშამოგევლე, გეხუტუნე. ხო, გაგიმართ. ვაჭიკო ვარ, შეტოვიჩი. ხო, რა ვახარ, რა შე? მადლობთ, იხარე, იდღეგრძელე და
ღმერთმა გაგიმარჯვესა, შენ არის ხალხი უმრავლეს მოდა ხუთაი. გაგიმარჯვეს. გეხუთე, შემოგევლები ძალიან. იცოცხლე, მომიკითხე. იხარე, შენ შემოგევლე. დიდი მადლობა ზარისათვის. მადლობა თაზო. მოდი მადლობა მიულოცო კიდევ თქვენ და ერთხელ. გილოცავთ ბედნიერება, სიხარული საქართველოს გამთლიანების წელი ყოფილიყოს, ბედნიერების მომტანი, მატება და მატება სულ. 2010 წელს რას ელოდები? გაქვს აი ესეთი სურვილი, რომელიც გინდა ჩავთქვა დღეს 12 საათზე. კი, საქართველოს მთლიანობა. ძალიან კარგი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სურვილი შეც, მეც და ყველა ქართველს ნამდვილად აგვისრულდება და 2010 წელშიდაც იქნები ჩვენი მაყურებლისათვის საინტერესო და ყურებადი რესპონდენტი. დიახ. ამას ვისურვებდი, რომ 2011 წელი მომელოცოს სოხუმიდან და ცხინვალიდან. ალბათ სიამოვნებით შემოგიერთებით. მე ძალიან მინდა ეხლა ჩვენ შესაძლებლობა თუ გვექნება ჩავთოთ სალომე ჩუბინიძის მიერ მომზადებული საკმაოდ საინტერესო მასალა, რომელიც საახალწლო კომპოზიციასთან არის დაკავშირებული. ეს როგორც თაზომაც აღნიშნა, მას ძალიან უყვარს მარტო შექმნას, ნაძვის ხე აწყოს ის და გაალამაზოს თავისი ინტერიერი, მაგრამ მანამდე როგორ შეიძლება დიზაინერთან ერთად შეიქმნას ორიგინალური კომპოზიცია ამის შესახებ უკვე სალომე ჩუბინიძე გვიამბობს, თუმცა კიდევ ერთი მაყურებელია ჩვენ კადრიდან არ გავსულართ და ამიტომ ეპატიება მას შემოსვლა. დილა მშვიდობისა გისმენთ. დამაზი. დიახ. დამაზ. დებურიჩ. ილოცა ყველაფერს შეშამოგევდა. დებურიჩ, ვიგიძახი. დაგიძავა, ნუ წუვიდე შეშამოგევდა. აგიმარჯოს, დაგიძავა. შეგეხუტონ ეგ. დაწვილების და ბედნიერების მომენტი შეგეხუტონ. შეგეხუტონ. დავაი. იცოცხლე. დიდი მადლობა ზარისათვის, მადლობა რომ შემოგვერთდით. მადლობთ. ჩვენ პირდაპირ ეთერში გიბრუნდებით ახლა კოლორიტი არ მიყვარს ხარანად. აი როგორც ყოველთვის პიკასო შემოვარდა თავისი გამოხმაურებები. როგორი ადილის გაწყობა, სულ პროტესტი შეიძლება პიკასო. რა ვიცი, მე ასეთი ვარ. თუ დილი ცოტა ის ბუზუნა ხასიათზე გააჩნია ხასიათს რა, განწყობა დილის განწყობა. ყოველთვის გაქვს რაღაც საპროტესტო. მე მინდოდა მეთქვა მაყურებლისთვის რომ ჩვენს პირდაპირ ეთერში არის პიკასო, რა თქმა უნდა უფლება არ მაქვს თქვა მერაბ ქაჯაია, აუცილებლად პიკასოთი უნდა მოიხსენიო, მაგრამ მაინც ვამბობ, ხედავ რა ფორმით ვარ, მაინც ვცემი. და მინდოდა მეთქვა რომ ხელოვანი ადამიანი შემოქმედი, იმიტომ რომ იმდენ სფეროში მოღვაწეობს კონკრეტულად ვერასოდეს ვერ გამოვყოფ ვინ არის და რა არის. მინდოდა მეთქვა რომ ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი სახე და კოლორიტი, აი კოლორიტმა მისი აღშფოთება გამოიწვია. რატომ პიკასო ძალიან ბევრი კოლორიტი ყავდა და შენ ამ კოლორიტების შესახებ იყო ზუსტად ბატონი გონა მახსოვს მე, იგივე პიკასოს ბიჭებზე, ყველაფერი აი ეს ამბები შენთვის არის ძალიან ახლობელი და კი, მაგრამ რაღაცნაირად ნინო მეხამუშება, აი გეულები რა სწორად გამიგეთ. რატომ თავებალი ხარ? არ ვიცი, უბრალოდ როგორც რა ვიცი, სწორად გამიგეთ, რაღაცნაირად მეხამუშება. არა, მე მივხვდი შენ რატომ, იყო ესეთი დიდი პიროვნებები რაღაცნაირად ალბათ შეიძლება. არ იყოს იქ სადაც galaktioni იყო, პოეტად თავს ვერ უწოდებდა. აი ზუსტად, აი ნინო სწორად გამიგეთ და როგორი ეწინა საახალწლო განწყობა? განწყობა იცით, გითხრათ სიმართლე არა მაქვს კარგი განწყობა. რატომ? იმიტომ რომ სუხი მამისეიშვილი არ არის ჩვენ გვერდს რაღაცნაირად აი ეს დღეს ამ დილას აი გწნობ აი დილიდან ეგ გავიხსენე დილით ავდეთ და იმიტომ რომ გახსოვს თქვენს კიდევ მე პირველ რიგში მაპატიეთ მინდა რომ ყველას ახალი წელი მოგილოცოთ თქვენს მთელ კოლექტივს ჩემს ქუთაისს და მთელ საქართველოს მაგრამ აი დილიდან არის ესეთი განწყობა აი ყველა ხვდება ყველა და გახსოვს აქ რამდენჯერ მე ყოველთვის მოწვეული იყო ყველა ხაწეს სუხი და ახაწეს ხშირად და ზემფირა ეგ და კი და ვიცოდი რომ არ დამხვდებოდა აი როგორ ვითხრა იცი ალბათ შეიძლება აქედან გამომდინარე იმიტომ რომ სულ სხვა ხალის ხონდა სუხანის ურთიერთობას ერთად იუმორი სიხალისე და ნამდვილად მინდა გითხრათ რომ ყველანაირად მაკლია. უკვე სუფრა არ იყო ხოლმე ახალი წლის დღეს ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მაგრამ თავი მეგონა ყოველთვის სუფრაზე სადაც მყავდა გენიალური თამა და როდესაც ბატონი სულხან მამისეიშვილი იყო ჩვენთან სტუმრად სტუდიაში. 2006 წელი მთავრდებოდა 2007 იწყებოდა ზუსტად ის ახალი წელი. აღაც ბატონი ზემფირა და აღაც ბატონი სულხანი, მაგრამ იმდენად დიდი სითბო დატოვეს, მათ იმდენად ბევრი მოგონება, რომ აი მათზე საუბარი არ შეიძლება უბრალოდ ღიმილით არ დასრულდეს. კი, ეს სევდანარევი მოგონება, მაგრამ იმდენი რამ დაგვიტოვეს, იმდენი მოსაგონარი, თბილი სიტყვები. ყოველი დღე მისაბაძები იყვნენ არა მე. ნამდვილად. რამდენი კარგი ადამიანი ყავს ჩვენ ქალაქში. ალბათ ამ ხრივ ბედნიერები ვართ, განებივრებულები. და ახალწელს ასეთ კარგ ადამიანებთან შენ გაქვს ბედნიერება რომ შეხვდე.
კი, ჩვენ აი მე მქონდა ესეთი ტრადიციები, ახლა მინდა განწყობა გითხრათ, ეს განწყობაზე დავამთავრეთ უკვე საუბარი. ყოველთვის აი ტრადიცია რომ 31-ში მეგობრებთან ერთად, აი ყოველთვის მე ვიყავი ამის ინიციატორი. სხვადასხვა იცით სკოლის მეგობრები, ინსტიტუტის მეგობრები, ქალაქის მეგობრები, იმიტომ ძალიან ბევრი ყავს, მე მინდა ყველას კიდევ ერთხელ ვისარგებლო და მიულოცო, მათ ძალიან მიყვარს ყველანი. და 31-ში ვკრიბავდი აი ჩემთან რუსთაველზე ილო ფოტოგრაფიის ძეგლთან სადაც სახლი მაქვს და ყველანი ესე იგი 12 როცა ჩამოკრავდა ყველანი სახლში ხვდებოდით და 12 საათის შემდეგ დილამდე ასე რომ ვთქვათ ყველანაირად აი ერთად ხალისობით და ვერთობოდით ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები ახლა რისი თქმა მინდა ამით იცით აი ქვეყნებში აი ჰოლანდიაში როდესაც ვიყავი შემიძლია არ ვახსენო იყავი ახალწელს რომელიმე ქვეყანაში 93 წელში კი მომიწია ყოფნა და მინდა გითხრათ რომ აი რისი თქმა მინდა იგრძნობა რომ ნამდვილად ახალი წელი აი ყველა ერთად აი წარმოიდგინეთ მთელი ქალაქი ხელით ჩაკიდებული ერთად ერთობა ნუ ამაზე ბედნიერება არაფერია ჩვენთან უფრო როგორ არიან იცი მიჩეული აი ყველანი სახში ხდება ეს ალბათ ტრადიციაცაა და ესეა გასაგებია მაგრამ აი მაგალითად მე მომწონს ახლა რაც ბათუმში ხდება მე მომბოლო დროს რაღაც დაიძრა იქეთ აი როგორც ბათუმში რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახალი წელი როდესაც ყველანი ერთად ხდებით ეს უფრო მისაღებია ჩემთვის და რაღაცნაირად უბრალოდ სახში ახლა ყველა ცდილობს სუფრა გააკეთოს იქ თავისი კერძებით ასე შემდეგ. დამეთანხმები პიკასო, ამოვიკითხე ინტერნეტ გაზეთში, რომ ახალწელს სურვილების ასრულებას მართლა აქვს შესაძლებლობა და ამის მიზეზი ყოფილა ის დადებითი აურა და ემოცია, რაც მთელს მსოფლიოში იმ დროს დედამიწაზე ტრიალებს. ყველა რატომღაც აღკინებული, აღტაცებული, გახარებული, ბედნიერი და მხოლოდ ეს დადებითი ენერგია არისო ამ ოცნებების ასრულების რაღაცა პროცენტულად მაინც წინაპირობა. აი ეგ მინდოდა მე თქვა, იმიტომ რომ აი ყველა მინდა რომ ყველას მინდა რომ უხაროდეს ყველას მინდა რომ აი იგრძნობოდეს აი თუნდაც ჩვენს ქალაქშიდაც ეს მინდა რომ იმიტომ რომ აი ჩემთვის ამ წუთას მისაღებია ახალი წელი როგორც ამ წუთას ბათუმში ხდება ალბათ ნამდვილად მთელი საქართველო აი ამაზე მწყდება გული ძალიან ცუდია რომ იქ ალბათ ჩვენ არა გვაქვს იმ საშუალება ყველანი ერთად ვიყოთ. ასე მინდა ჩემ ქალაქშიდაც ყველანი შევხვდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მე მითო ვახსენე ყოველთვის მე ვიყავ ინიციატორი, რომ ყველანი ერთად შევხვდრიყავით, ამბოლოდოს ახლა ყველას ოჯახები ყავს, იცით და ყველა ცდილობს ტრადიციებიდან გამომდინარე მეუღლესთან ერთად და ოჯახთან ერთად შევხვდეს. ამიტომ უფრო ნაკლებად ესე მოხემურად ესე ნაკლებად. ესე იგი თუ მე შესაუბრების შემდეგ შტაბ-ჭრილება დამჭა თუ მეუღლე მთხოვს რომ წავიდეს სამეგობროში მე უარს აღარ მეტყვი დღეს. არ უნდა უთხრა ეს ერთი და მოთხოვნილება რომ ერთად შეიკრიბოთ და რაღაც ბოხებად. რა თქმა უნდა, მე მივესალმებ კიდევ რა მეუღლეებთან ერთად იყვნენ, მაგრამ რაღაც კომპლექსი აქვს, იცით, აი სწორად გამიგე. ყოველთვის მეუღლეები ცალკე არიან და ეს სუფრაზედაც შეინიშნება მამაკაცები ცალკე, ქალები ცალკე, აი ამის თქმა მინდა, აი მინდა რომ ჩემ ქალაქში აი რაც ესე იყოს, აი ყველას ვიხაროდეს. ნამდვილად საინტერესო მაყურებელს რა შთაბეჭდილება და ემოცია აქვს ამ დილას. დილამშვილობის. როგორია დილის გაწყობა? გამარჯობა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. ახლა გილოცავთ ტელეკომპანია რიონის კოლექტივს. დიდი მადლობა. უპირველესად. დანაკლისი არ ქონებოდეთ. გეთანხმებით. რა გქონდათ? დიდი მადლობა. ივესალმები პიკასოს. ჩვენი ქუთაისის მშვენებას. ნამდვილად ალამაზებს ქუთაის მაგი. დიდი მადლობა. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ასეთი კარგი სტუმრები რომ მოგვიყვანეთ. დიდი მადლობა ზარისათვის. მადლობ ბედნიერ და ლამაზ ახალწელს გისურვებთ. გისურვებთ ყველა სურვილი აღსრულებოდეს 2010 წელში, რაც 2009 ვერ განახორციელა თქვენთვის. მადლობა ზარისათვის. პიკასო. დანაკლისი ბევრია, გეთანხმები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ყველას და მით უმეტეს იმდენ ადამიანს ვინც გვიყურებს ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი პრობლემებით თავს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახალი წელია. თუმცა ერთი მხრივ ალბათ რა დანაკლისიც არ უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. ერთი მხრივ მაინც ბედნიერები ვართ, რომ მანამდე ჩვენ ვიყავით ბედნიერები იმ ადამიანებთან ურთიერთობებით, რომლებიც ყავდნენ, იყვნენ ჩვენ ცხოვრებაში, ალამაზებდნენ მათ და
ნამდვილად ბედნიერებს ხდიდა. და რაც შეეხება შენ საახალწლო განწყობას, ნუ ერთი სურვილი ვერ აგისრულდა ბათუმში ვერ წახვედი. მაგრამ როგორ აპირებ, რას აპირებ ამ საახალწლო? ალბათ მაინც ისე, როგორც მეგობრებთან ერთად ყოველთვის ეხლაც რამდენიმე დღის უკან ჩემ მეგობრებთან ერთად ყავს მეგობრები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ვამბობთ კიდევაც, რომ რა ვიცი, შაკოლადზე რა ერთად გველიწიწის უძახეთ ჩემ მეგობარია ულოცავ ასე მიმართავ ტელევიზიით და ალბათ თვითონ მიხვდება ვიზია შევხვდებით, კი, მიხვდება ერთად შევხვდებით, აი ზუსტად, იმიტომ რომ მე ასე მიყვარს, მე მიყვარს როცა ყველანი ერთად ავარ, ჩემ მეგობრებთან ერთად და აი როცა შესრულდება უკვე 15 საათი, როგორც ყოველთვის არ დავარღვევ ჩემს ტრადიციებს, ეს ამას ყოველთვის მე ვინდომებ და ალბათ ჩემთან ყველანი ერთად შევხვდებით დილამდე ასე ვთქვათ. ესე იგი სულ შენთან? თუ ხდება ხოლმე გამონაკლისი. ყოველთვის მე ვარ, აი ნინო ინიციატორი, სწორად გამიგე. ანუ ისი თქვა მინდა, ჩვენ თუ ჩვენ ქალაქში ყველანი ერთად მოვინდომებთ. აი რაც ხდება ხა ბათუმში, ჩვენ ეს ყველა შეგვიძლია. სწორად მით უმეტეს ჩვენ. აი ნამდვილად, უბრალოდ ეს რა მონდომება და მეტი არაფერი. ამი ადამიანს რასაც მოვინდომებთ, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ უფრო პასიურები ვართ, აი ამაზეც ხდება. თავად ვართ პასიურები. აი მარტო სახლში და აი სუფრად და აი შეჭამ, გაძღები და მე დაწვევი. არ არის ეს ჩემთვის ახალი წელი, იცით? მე უნდა მიხარო. რა უნდა იყოს შენ საახალწლო სუფრაზე, ამაზე მაყურებელთა საუბრის შემდეგ ვესწავლე. თაზოს დავეთანხმები, არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მეც ასევე გითხათ სიმართლე, რომ რაც იქნება, იყოს ლამაზად გაწყობილი და იყოს საინტერესო. არა აქვს მნიშვნელობა ეს ხორცი იქნება თუ არ იქნება. ესე იგი იყოს ლამაზად გაწყობილი. რა თქმა უნდა, ლამაზად. ესეთი ხარ ბუნებით, რა უნდა? მოდი მოვისმინოთ მაყურებელს, თორემ თაზო უკვე გვანიშნებს, თავად თაზოც კი, რომ მაყურებელია და გულია. მოგესალმებით. როგორია დილის განწყობა? ძალიან კარგი, დიდი მადლობა ასეთი კარგი გადაცემისათვის. მოგესალმებით ყველას, ქუთაისელს, მთელ საქართველოს. მე უერთდები ბატონის სიტყვას, წინადადებას. მე ვარ აფხაზეთიდან. ძალიან კარგად მიგვიღო იმერეთმა, მადლობა ამისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წელი, მომდევნო წელი იქნება უფრო კარგი, ყოველნაირად ძალიან დიდი ცვლილებებია იმერეთში, პოლიტიკურადაც, ისედაც და იმედია, რომ იქნება უკეთესობა, მაგრამ ბატონი პიკასოს სიტყვებს უერთდები, რომ აფხაზეთიდან ვარ და ძალიან გამიჭირდა აი ამ ტრადიციების შეჩვევა, რომ ახალ წელს არავინ არავისთან არ შედის, არავინ ჩვენთან როგორ იყო აფხაზეთში და ჩვენ 12 საათზე თუ მაინც და მაინც სახლში უნდა ყოფილიყავით ყველა მეზობლები, მთელი სადარბაზო, ერთმანეთს ულოცავდით, ტკბილით, ღვინოთი დავდიოდით, ულოცავდით, მეგობრები მოდიოდნენ, მივდიოდით, მთელი ღამე ერთმანეთთან ვიყავით. ძალიან გამიჭირდა, მიუხედავად ძალიან აქტიური ქალი ვარ, კომუნიკაბელური, მაგრამ მერიდება, ვისთან შეიძლება შესვლა, არ ვიცი, ვისთან შეიძლება მილოცვა. მე ვისურვებ ვერ შევძელი, მიუხედავად იმისა, თუ ვინმე ჩემ ხმას იცნობს, მე თქვენ სტუდიაში ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ გადაცემაშიც და თუ ვინმე ჩემ ხმას იცნობს, იციან რომ ამ ხრივ ძალიან ისეთი ქალი ვარ, შემიძლია ავიყოლიო საზოგადოებაც, მეგობრობაც, მაგრამ ვერ შევძელი, იმდენად ტრადიციად მიაჩნიათ, რომ მეზობელმა მეზობელს არ უნდა მიუკაკუნოს 31 ღამე პირველში. ძალიან მერიდებო და ვცდილობ მეც გეთანხმებით ბატონო პიკასო და იქნება მართლა როგორც აფხაზეთში იყო, როგორც ჩვენთან იყო, ყველამ ერთმანეთს მოულოცოთ თუნდაც ახალი წელი ღამითაც და დილითაც. კეთილი, ბედნიერი და მშვიდობიანი ახალი წელი და მომავალი წელი გქონოდეს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა, არაჩვეულებრივი მაყურებელი ვქონთ. ნამდვილად, აი გამიხადა რომ ჩვენი მოაზროვნე ჩვენც ხომ ვახალისებთ, მაგრამ ისინიც განსაკუთრებულ ძალას და ენერგიას მატებენ, მეთანხმები ალბათ ამაში. და რაც შეეხება საახალწლო სუფრას ჩვენ საუბრობთ, უნდა იყოს აუცილებლად ლამაზად გაწყობილი. ამ ბოლო დროს სამხრივ დიზაინერებიც გააქტიურდნენ, მანდილოსნებიც, თითქმის ყველა მეოჯახე ქალბატონი უკვე ფაქტიურად დიზაინერი გახდა. და საინტერესოა, აი შენ რა მოგწონს? ჩვენ ბევრი რამ ვილაპარაკეთ, არ მოგწონს რაღაცები, რაც არის, კი, ტრადიციულია, აუცილებლად უნდა გვახასიათებდეს, მაგრამ რა უჭირს 12-ის მერე გავიდეთ გარეთ, მიულოცოთ ერთმანეთს, ხო? რა შეიძლება კიდე შევცვალოთ ახალი წლისთვის? ნუ რა შეიძლება განათებას, ეხლა უყურებდი 5-10 წლის უკან გადაღებულ კადრებს, მე საერთოდ მიყვარს დოკუმენტალისტი ვარ, იცი ნინო, და ყოველთვის ვიღებ აი ეს მომენტებს და ნუ რა შედარება ეს არის ძალიან ლამაზი გაფორმებული, რაც შეეხება განათების მხრივ, მაგრამ კიდევ ერთხელ აი გეთანხმები, რა შეიძლება უბრალოდ აი სწორად თქვი, რაც მე
გავიხსენა წეღა ჰოლანდიაში ვიყავით, ყველა არა აქვს ნიშნო არ გიცნობს და არ იცნობ. ყველა ხელი ჩაკიდებული, ესე იგი კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, აი ეს გვაკლია. მე ამას ვისურვებდი. ეს არის ნამდვილად ხალისი, როცა შენ სირვი ყველას უხარია, არ აქვს ნიშნობა მას იცნობ, არ იცნობ და ასე შემდეგ და აქედან ეს განწყობა სუსხანაირი არის. ყველა ხალისობს, ყველა ბედნიერია. რა თქმა უნდა, იგი ჯგუფები უნდა იყოს. ახალგაზრდები ახლა ბევრჯერ მithქვია და ამბობ რომ პროტესტი. ნუ დავიღალეთ, ნახდათ, იმიტომ რომ ახალგაზრდებს ამერული ჯგუფებია, ხო შეიძლება აი მათ პატარ საშუალება, აი ცენტრი იყოს ერთ ქუთაისში, სადაც აი მუსიკალურ მაშინაც ვახსენე და გითხარით კიდევაც, სადაც ყველა ჯგუფს აი კიდევ ერთხელ მინდა ჰოლანდია ვახსენო, არსებობს ესეთი შენობა, სადაც შეგიძლია შენი ჯგუფთან ერთად ჩაეწერო 2 საათის განმავლობაში, მიხვიდე და ირეპეტიციო. არა აქვს ჟანრს, მნიშვნელობა, იქ არის ჯაზიც, იქ არის კლასიკოსებიც, ის არის ავანგარდისტებიც, ისი არის მოწყობილი, რომ ყველას აქვს საშუალება. ეს რაღაცეები გვაკლია. არა და ვაკლია მონდომება, რომ საშუალება მივცეთ ერთმანეთს, არის ფული. სწორად გამიგეთ. რა თქმა უნდა, სული და მონდომება გვეცი. მოდი მაყურებელს მოვსმინოთ, გველოდება უკვე დიდი ხანია დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. გილოცავთ ახალწელს. ყველას კარგი ეს არის ბრავალ, კარგი. პიკასოს მინდა პირადად მოულოცო ახალი წელი ჩემ ქუთაისელს. გეხუთა. მე მარტო ესახელება რომ ქუთაისლები ვარ. და დანარჩენი არ გეშლებათ. აი ყველას ჩვენი ქუთაისის სამადლობით მოულოცოთ ახალი წელი. დიდი მადლობა. გქონოდეთ ლამაზი ცხოვრება და ქუთაისურად ეცხოვროთ და მე ქუთაისურად რო ეცხოვროს ის თავისთავად ლამაზი და მშვენიერი იქნება ყველანაირად. იცოცხლე. დიდი მადლობა. მაგათ იყავით, პიკასო. შენ პლიადას დავლოცავ. ჩვენს ყველას კარგ ქუთაისელს მე კახენაურელი ვარ. რევაზი, ფარულავა. გეხუთა. და 100 წელი იცოცხლეთ, მაო. იცოცხლე. დიდი მადლობა და დიდი მადლობა ზარისათვის. გაიხარეთ, კარგად იყავით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, კარგი გაწყობით შეხვედროდეთ ამ ახალ წელს, მე ამას ვისურვებდით, პიკასო. ჩვენ გაწყობებზე საუბრობდით იმაზე, რომ გარეთ გამოდიან უცხოეთში და ერთმანეთს ესალმებიან და ულოცავენ. შობის დღეს კათოლიკურად 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ყველა მიცის, ნიუ-იორკში ჩადიან, თურმე ეს ტრადიცია დააქვთ მთელი მსოფლიოდან ძირითადად, იმიტომ რომ იქ მართლაც და ეს ტრადიცია აქვთ ერთად იკრიბებიან. ამ ერთად შეკრების დროს ერთი პატარა დეტალი დავიჭირე. იდგა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული ესეთი წარწერა წინ შობას მოგილოცავთ, გაკოცებთ უფასოდ. ნუ ეს უბრალოდ ემოციების გაზიარება იყო და მეტი არაფერი. ძალიან ბევრი ადამიანი ერთად მიდიოდა ამ ბიჭთან და ეს იყო მართლაც აღმაფრენის წუთები მათთვის. თუმცა უცხოეთში იშვიათია, რომ ვიღაც უცნობს მივიდნენ და გადაკოცნონ და რაიმე მიულოს, მაგრამ ამნაირ დღეებში, ასეთ დღეებში, ისინი არიან განსაკუთრებით გულწრფელები. შევძლებთ და რა თქმა უნდა ამაში ძნელი არაფერია, როცა ადამიანს აჩუქო სიხარული, სიყვარული და აკოცო. ეს არის ჩემთვის ალბათ თავარი ამ დროს არის გარეთ გასვლა, აი იქეთკენ მივდივართ ჩვენ. რა თქმა უნდა. ერთმანეთის ნახვა პირველში. მე მგონი მაყურებელია, არ გაწმიეთ საუბარს, მაგრამ ძალიან კარგი. მე გავაგზელებ, მოდი მე გავაგზელოთ. გილოცავთ ახალწელს და გისმენთ. ალო. გისმენთ? გისმენთ. ალო. პირდაპირ ეთერში ხარ. პიკასო, გამარჯობა. გაგიმარჯოთ. გილოცავ მომავალ ახალწელს. გეხუთა. შენი საყვარელი ცოლ-შვილი, ჩემი თამრიკოთი, შენი სამოგიოლე, შენ გეხუთუნე. გეწერები და სულიად საქართველოს, ყველას გილოცავთ ბედნიერ ახალწელის მოსვლას. თქვენც ასევე. მადლობა. გეხუთუნე, დიდი მადლობა. მიშიკოს დედა ვარ, ავალიანის, ლიანა. გეხუთუნე. გეწერები, გეხუთუნები, შენი სამოგიოლე, ჩემი საყვარელი ვიცი. როგორია თქვენი წინა საახალწლო განწყობა? ბედნიერად ყოფილიყავით, სულ სიხარული და კარგი ამბები ყოფილიყოს. მიშიკოს მინდა ტელევიზიით მადლობა უთხრა. აი გუშინ ჩაერთო ჩვენი ილო ფოტოგრაფიის ბოლომდე რომ მივიყვანოთ კიდევ საქმე იმის გადაჭრა ჩვენ აღვადგინეთ. იქ კიდევ რაღაც დეტალები მინდა კამერა მინდა დავაყენოთ და კიდევ ერთხელ მინდა რომ მიშიკომ თავისი სურვილით ჩვენ დაგვეხმარა რათა ეს განახორციელოთ. ასე რომ მიშიკო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კარგი ქუთაისელი ხარ და კაი ოჯახი გყავს. გილოცავთ ბედნიერებას და სულ ბედნიერად მეყოლეთ. დიდი მადლობა. გავიდა უკვე მაყურებელი ხარ და კოცნაზე იყო საუბარი, ორი დღის უკან ხონა ასე შემთხვევა. პიკასო რა ყოველას კოცნიო, აი არ და ვირუსებია? არ არისო მისაღებიო, იციო, კაცმაო, კაცაკოცო. მე უთხარი ესეთ რაღაცა. მე როცა ადამიანი მიყვარს, მე
ყოველ დღე შეხვდები თუ 1 საათის განმავლობაში ეს არის ჩემი გამომჟღავნება მასამდე სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. ვის როგორ უნდა ისე ჩათვალოს, სავსებით გეთანხმები ნინო, ყველაზე მეტი რაც შეიძლება ადამიანს შენი სიტყვა, შენი სიხარულე, შენი ენერგია გადაცე, ეს არის კოცნის საშუალება. თუ და რა ვიცი, მეც მივესალმები ასეთ. აი, ჩემი ჟურნალისტი სალომე ჩუბინიძე დაინტერესდა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, რა ის სიამოვნება რომ აჩუქოთ. და მე არ გავამხელ რომელი ნიშანი არ ვიცი შენედრები თუ არა მას, ერთ-ერთ ნიშანს არ ჭირდება არანაირი საჩუქარი, მისთვის თავარია საყვარელი ადამიანები ყავდეს გვერდით და სიტყვა და სიყვარული გამოხატოთ. რომელი ამას შემდგომ სიუჟეტში გავიგებთ, მანამდე მოусმინოთ კიდევ ერთ მაყურებელს. გისმენთ დილა მშვიდობის. აიო. პირდაპირ ეთერში ხართ. ჩემო საყვარელო და უძვირფასო პიკასო. ბეხუტა. დილოთავ დამდე გახალწას, მრავალ დაესწარი. შენ ლამას, აი ულამაზეს ოჯახთან ერთად. ჩემო მერაბი, მე შენი პატნი, შენი მამიკოს პატარა უმცროსი მეგობარი ვიყავი და ძალიან მიყვარხარ. შენი უახლოესი ხარ, მაგრამ ესე არ შეიძლება იყოს შენ ისეთი ოჯახიშვილი ხარ, სხვანაირი. შენ ახლა ნამდვილი ქუთაისელი, რასაც ქვია. ჩემო მერაბი, მე ვარ შორენ ამაღლებელი და ჩემი ძამიკო შმაგი დილოცა ყველა ქუთაისელი და ღმერთმა ამრავლოს ესეთი ქუთაისელი როგორიც შენ ახლა. შენ ახლა ქუთაისის ნამდვილი ელიტაო, რო ვიტყვენ ოჯახიდან და თითოეულ მომავალი ღმერთმა ყველას შენარი გაზრდოდეს. დიდი მადლობა ზარისათვის. აი ეჭვს არ მეპარება ეს მაყურებელი დამეთანხმებოდა მე რომ თავში წარმერგინე როგორც კოლორიტი, ხო? აი უემსკანში ხარ, უბრალოდ გაგაცინებ, ნუ რა ვქნათ ახლა. მეთანხმება მაყურებელი პიკასო, ნუ რა უყოთ. და რაც შეეხება ჩემს ბანდ კომენტარს, ხო ხედავ არიან თურმე ადამიანები, რომელსაც მხოლოდ სიტყვა და სიყვარული უნდა არ ჭირდებათ საჩუქარი. გეთანხმები საერთოდ. ისე საჩუქარი, ანუ როგორი საჩუქარი მოწეს? მე მაგასაც ისეც მიყვარს და საჩუქრებიც მიყვარს. აი მინდა გითხრათ საახალწლო საჩუქრების ტრადიციას. არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის საჩუქარი, თავარია მე გვიზნობ როცა ადამიანი გულით მჩუქნის და მას უნდა გულით გამახაროს. ასე რომ საჩუქარს არავითარ მნიშვნელობა ახლა რა მიყვარს ეს უკვე მეორე საკითხია. მე ყველაზე მეტად კიცი, ბევრჯერ გაგიკეთებია თქვენი ტელევიზიით გადაცემაში, მე მიყვარს მანქანების კოლექცია და კოლექცია და სულ და კოლექცია გაამდივარს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის სასიხარულო. არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ადამიანმა გულით მაჩუქოს და იცით, ჩემ ოთახში ყველა პიროვნების პატარ-პატარა ნივთები არის. ის ჩემთვის ყველა ძვირფასი არის. ყველა იმ ლამაზწუთებს მაგონებს, როცა მენატრებიან ისინი, აი ამ დეტათა მივდივარ ვეხები და ეს არის ჩვენი კონტაქტი. ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა ის საერთოდ არ მიყვარს ძვირფასიანი ნივთები გითხრათ სიმართლე. უფრო უბრალო და საყვარელი და რაღაცნაირად სამახსოვრო. იმიტომ რომ ეტყობა ადამიანს, აი თუნდაც ავიღოთ, რაღაც შემოვა მოდაში ყველა საჩუქრების მაღაზიაში ყიდულობს და ბევრჯერ უკითხავთ შემთთვის კიდევაც რომ წამყევი რა მაყიდიო. მაგათაც არუსკები იყო მოდაში ამ ბოლო დროს. აი ამის თქმა მინდა, ნინო იცი? ძალიან მცირე ნივთი რაღაც მაგრამ ძალიან ძვირიდი და მე ვერ ხვდები რატომ შეიძლება ამაში გადაყარო. აი ამის თქმა მინდა, აი მოდით საჩუქრის ჩუქება მე არ მიყვარს და აი ხშირად დამეკითხებიან და მეც მივყვები და ურჩევ და აქედან მე ჩემთვის ვფიქრობდი, აი რატომ მე მივყავარ აი სხვას აუჩიოს საჩუქარი. განწყობ მე ვარჩევ განწყობით. აი როგორი ხარ შენ და შენი აურიდან და აი ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოვიდგენ ჩემში შენ რა მოგეწონება და ყოველთვის ემთხვევა. აი ყოველთვის აი იმიტომ ხშირად მეუნებიან და ხშირად წაუყვანივად კიდევაც რომ იცი ასე არ ვიცი ვინ არის პიროვნა ვეკითხები ასეთი ყოფილა. როგორი არის რა არის და აი რა უყვარს რაღაც დეტალებს შევეკითხები აქედან გამომდინარე ყოველთვის ამართლებს. ამიტომ აი რისი თქმა მინდოდა ნინი ამით იცი ადამიანის სულიერი განწყობა პასუხობს საჩუქარზედაც. ვის რა უნდა, მაგრამ არის ადამიანები რომლებიც ამიტომ გითხარი შემოვა მოდაში რაღაც ძვირფასიანი ეს და ეს უნდა მაინცუნზი არის და მოდიდან გადადის და სახში უკვე რა თქმა უნდა ის შეიძლება დააკიდოს და ერთხელაც არ შეეხოს და ან ვიღაცას გააჩუქოს და ასე შემდეგ. აი დააკიდებულ ნივთებზე რომლებიც შენს ოთახში ძალიან ბევრი არის და მრავლად მოიძებნება მე ერთი რამ აღმოვაჩინე არის უბრალო ნივთები შეიძლება იყოს ქსოვილი, შეიძლება იყოს ვთქვათ რაღაც სურათი, რომელსაც ცალკე აღებულმა არანაირი ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ერთად ეს ყველაფერი შენს ოთახში ქმნის რაღაც ჯადოსნურ სამყაროს, განსხვავებულს, რომელთაც შენს განსხვავებული ხდები უკვე იქ შემოსვლელი ადამიანების თვალში და რაღაც აი მე თვითონაც გამჩენია ხოლმე სურვილი რაღაც კუთხე მომეწყო ისეთი, რომ აი ესეთ კომფორტულად მეგრძნო თავი როგორც შენ ხარ ამ ოთახში. მოდი მოვუწოდოთ მაყურებელს იმისაკენ რომ მათთვის საყვარელი ადამიანების
მოსაგონარი რაღაც ნივთები აუცილებლად იქონიო. ძალიან ბევრს უთქვამს, ნინო, აი როგორც შენ ამბობ ამ წუთას შემოდიან და ამ აურაზე საუბრობენ და მეკითხებიან კიდევაც. აქედან და მე ხშირად ასეთი ოცნება მაქვს, რომ აი პირველი შემოსulis თვალი დამენახა მეც თვითონ ცოტა ეს რაღაცნაირად საინტერესო არის, როცა სხვა ამას უყურებს და ყოველნაირად ეს არის აი ზუსტად ის აურა გამომდინარე იმ ყველა ადამიანებიდან, რომელიც მე ძალიან მიყვარს. იმათი სითბო და იმათი სიყვარული იქდევს და აქედან გამომდინარე მე ასე მიმაჩნია, იმიტომ რომ ყოველთვის ვთილობ, როდესაც ცოტა კარებთან მივარ, როცა უცხოც მოდის, ბევრჯერ მithავს, რომ ენერგიებს გძნობ ძალიან, მიყვარს სითბო და სიყვარული.